Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა ქართული ოცნების პოლიტიკურ სასაფლაოზე, სადაც უკვე ნახეთ ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, EUTHO-ს, მოსკოვის მექანიზმის და კიდევ რომელი მექანიზმის თუ ინსტიტუტის არა დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა მოსპო და ეს არის სიტყვა, რომელსაც იყენებს ეს დასკვნა, მიზანმიმართულად მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგანაც მისი მიზანი არის ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს ან და სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები და მოუწოდებს იმისაკენ, რომ ზოგადად შეცვალოს ის მამნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველოს, ჩვენი საზოგადოება, თავისუფალი საზოგადოება და რამაც აზარალა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და პრესტიჟი, რასაც აქვს ძალიან პირდაპირი გავლენა მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე და იმ შემზარავ სოციალურ მდგომარეობაზე, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში.